სკანდალური კლიპის პრემიერა გვაქვს დღეს. Ამ კლიპის გადაღებას თავის დროზე იმდენი ხმაური მოჰყვა, რომ გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვენახა რა არის აქ ისეთი, რასაც შეიძლება ასეთი აჟიოტაჟი მოჰყოლოდა. პრინციპში ალბათ ხანაირად არ შეიძლება რომ ყოფილიყო ამ კლიპის რეჟისორი შოთა კალანდაძე. სამომავლო კიდევისა, ძალიან დიდი მადლობა. არის ნუცა შანშიაშვილის სიმღერაზე გადაღებული კლიპი. და როგორც ყველა შენი ნამუშევარი ხმაურით და სკანდალით არის გარემოცული, იმიტომ რომ კლიპის პრემიერა დღეს უნდა შედგეს და ჯერ იყო სკანდალი ისე რომ კლიპი ეთერში არც გასულა. რა მოხდა და რაზეა კლიპი? როგორია და რატომ ხმაურობს? სკანდალი რატომ მოხდა თუ რატომ? ჯერ მითხარი, რაღაც ესეთი კლიპია, განსხვავებული, ცოტა ეროტიულიც, ნებით სავსეთ, თან ლამაზი. დიდი მადლობა. ისა ნუცამ შემომთავაზა რომ გავაკეთოთ კლიპი ძალიან ცნობილი, ესე იგი ვიქტორ ჩაიკამ დაუწერა ნუცა შანშიაშვილს სიმღერა. ეს ვიქტორ ჩაიკას სიმღერაა. სიმღერაა და რომელთანაც ნუცა მეგობრობს. ხო. და ისა როგორ არა მეთქი აბარა და დავიწყეთ გადაღება და ვიფიქრე ვინ უნდა მომეწვია და რასაკვირველია და რაღაც 3 დღის ფიქრის მერე მაკაზე შევარჩიე. რატომ შემოგთავაზე ნუცამ რომ შენ გადაგეღო როგორ გონია? ნუ ეხა რა ვიცი, აბა ეს ნუცას კითხეთ, მაგრამ ეს უკვე მე-5 თუ მე-6 კლიპია ნუცას. რომელიც შენ გადაიღე? რომელიც მე გადავიღე და ესა თან ისეთი პორტრეტულია, რაც მე უნდა გადამეღო. და ეროტიული. ნუ ეროტიულიც ხო. რატო? რატოა ეროტიული? იმიტომ რომ ლამაზია, მშვენიერია. რატო არ შეიძლება თუ ეს იქნება, მე არ ვიცი რამდენად მივახციე ხელოვნების დონეს, მაგრამ მე მინდოდა ფრესკები ყოფილიყო, მე მინდოდა განათებაზე ყოფილიყო აქცენტი გადატანილი და რამდენად გამოვიდა მაყურებელმა შეაფასოს. ხო და მოვიწვიეთ მაკა, გიორგი, მეორე მაკა შალიკაშვილი. დიახ. გადაიღეთ კლიპი და ატყდა ხმაური. ხო, რა მოხდა, იცით, აი არასწორი კადრი, ცუდი კადრი, რომელიც არ შევიდა კლიპში, შემთხვევით გაჩნდა YouTube-ზე. სხვამ დაადო ვიღაც პიროვნებამ მუსიკა, აბსოლუტურად რო არ უხდება ისეთი და ნუ დააწერა ჯერ რაღაცა იასონი და მედია აბსოლუტურად სხვა, ნუცა ჩემ სხვა. მე მაკა მოვიდა ჩვენთან ამაზე ისაუბრა, მე ატყდა ამბავი პრესაში და სკანდალიც შეიქმნა. როგორ ახერხებ რომ სადაც ხარ ყოველ მე მართლა არაფერ შუაში არ ვიყავი, მართლა ისე მოხდა რომ მოიპარეს ეს კადრი და ატვირთეს. კადრი როგორ მოგპარეს? ნუ როგორ იყო, იცი, აი დაიჯერებ არ ვიცი ბოლომდე. იმიტომ რომ მე რაც ავტვირთე, ის კადრი იქ არ იყო. უყურაშენ? ანუ საიდან მოხდა არ ვიცი, ხა იქ იყვნენ ჩემი დამხმარები რაღაცა. თუმცა ფაქტია რომ კლიპის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა ამ ყველაფრის მერე. ხო? კი ესეა. შენ და მაკა შერიგდით ამის მერე? კი, არა, არც გვიჩხუბია, ნუ ეხა უბრალოდ ცხელგულზე მეც რაღაც არაკორექტულად გამომივიდა და იმასაც, იმიტომ რომ რატომღაც იმან ჩათვალა რომ ეს ჩემგან წავიდა, ეხა მეც ესე ვიფიქრებდი, ხო, რომ მაინც რეჟისორი მე ვარ. ხო და მეც ესე ვიფიქრე, რომ გადაგიწყოს. დაუძახოთ მაკას. დაუძახოთ. მაკასა. სახელმწიფო ჯობისა. აი ახლა უბრალოდ. მოგდებით ხაზაყნა. და შეთქო ხო როგორ ხართ ერთმანეთთან? ძალიან კარგი. შევიდით, გაარკვიეთ ურთიერთობა? კი, გავარკვიეთ. აი ხლა ისეთი როგორი უწყინარი და საყვარელი სახე აქვს, შეხედე, როგორ შეიძლება ხა ამაზე ნაწყენი იყო, ან საერთოდ არც ყოფილვარ ნაწყენი, უბრალოდ, ნუ დარწმუნებული ვარ, ყველა ნორმალურ ადამიანს, როდესაც უცებ ნახე შოთიკო ეს თქვათ რაღაცა კადრები, მქონდა რეაქცია, რომ საიდან მოხდა ეს კადრები აქვს, მეც იგივეს ნუ აი, მე აბსოლუტურად არ მაქვს ამ შემთხვევაში, მე გავცეცხლდი ან გავგიზდი. რეალურად ჩვენ ამ კლიპის ეთერში გაშვება, სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ მართლა გულწრფელად დაგვაინტერესა რა არის ამ კლიპში ისეთი, რასაც ასეთი ხო და არაფერი არ იყო იქ ისეთი, მე ვის თამაშობ? ვინ არის მაკა? მაკა არის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც უყვარს მეორე ადამიანი. განზოგადებულია, რატო გითხარი, ეს ყველაფერი არის ფრესკებზე აგებული და განზოგადებული ბიჭისა და გოგოს ურთიერთობა. მე გეტყვით ერთ რამეს უბრალოდ, რომ მე ამ ადამიანთან მიმუშავია და მე როდესაც დამირეკეს და როდესაც
მითხრეს, მე ვარ სახელი. მე დაგირეკე. ხო, როდესაც მითხრეს, რომ შენ უნდა ითამაშო ნუცა შანშიაშვილის კლიპში, მე ძალიან გამიხარდა. იმიტომ რომ ვთვლი, რომ შეიქმნა რაღაც ადამიანთა ჯგუფი, ამ ადამიანებს ადრეც აქვთ ერთად ნათამაში, გაკეთებული, შეუქმნილი ფილმები, ურთიერთობა აქვთ და ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ჩემთვის, რა თქმა უნდა, მათთვისაც და ჩემთვისაც ძალიან კარგი და მე ძალიან მიხარია, რომ ეს კლიპი თუ კარგი იქნება და მაყურებლისგან ესეთი გამოხმაურება დადებითი მოყვება, მე ძალიან გამიხარდა. მაგრამ პირველად უნდა ნახოს ეს კლიპი და გავამხელო, რომ ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან მაგარი გოგოა. ნუცა? ძალიან. ნუცა, ჩემი აზრით არის და ძალიან მაგრად ღერის. ძალიან მაგრად და მე მიხარია, როდესაც ნუცას კლიპში თამაში. ძალიან კარგი. კლიპში ორი მამაკაცი თამაშობს კიდე. ეთი მეორესთან არ ნაკლებად შეხება მქონდა. საერთოდ არის. ეხლა გექნება შეხება ორი დუეტი. აქედან ერთი საკმაოდ ცნობილია და მაგა კარგად. გამარჯობა ბიჭებო. მოდით ჩვენთან. მაგრამ ურას უკაცრავა. მაინც გვერდ. აბა ბიჭებო, მითხარით ეხლა ვინ ხართ? ვუთხრათ მაყურებელს ცოტა ისეთი ეროტიული სცენებიც არის. ცელოფანი, გაქვთ შემოხვეული, პოლიეთილენის, რა ქვია? პაკები. ხო, ცელოფანი გვაქვს შემოხვეული. რატო დიეტაზე ხართ თუ რატო? არ რეჟისორის იდეა იყო. შიგნიდან შიშვლები ხართ? გაუგებარია. არ სულ შიშვლები არ ვართ ეხლა. რაღაცა მაინც გვაწვია. აჰა, კარგით. ეს ძალიან მისასალმებელია. მაინც შეგრძნება არის ერთმანეთს ხო. შეხება. აბა ვინ ხართ? ვის თამაშობთ? მე პირადად იცი რა არის. ამაურ ადამიანს მოვიდა კონფლიქტი, მე მეც რაღაცა შევეცადე ჩემი რადიოთი შემერიგებინა. და როგორ უყვართ? მე ვთვლი რომ მე ნასიამოვნები ვარ ამ კლიპით, იმიტომ რომ იცი რაშია საქმე. მე კარგი ამბავი მაქვს ამ კლიპთან დაკავშირებით. ეხა ტურნე ეწყება. აი ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ისა ამ კლიპთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს სულელური სკანდალი, რომელსაც მე საერთოდ არ მივაქციე ყურადღება. ტურნე ეწყება ევროპაში, გერმანიაში უკვე დაგეგმილია და ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში იქნება კონცერტები, სადაც უკვე გადის რეკლამა არწივია იზე ამ კლიპის კადრებიდან. ის კადრები ხომ არა, რომელზეც მოყვადი. თვითონ ისა იმაზე იქნება ჩემი ფილმის კადრები, ნაჩვენები და საქართველოსდან მიემგზავრება ტყვითელაშვილი, გენიალური. ესე იგი, ჩემი ფილმის რესტროსპექტივა იქნება მის კონცერტზე, აგრეთვე ეს კლიპიც და თან ტყვითელაშვილი საქართველოსდან. ძალიან გული მწყდება, რომ ნუცა ვერ მოახერხა კლიპის პრეზენტაციისთვის თბილისში ჩამოსვლა, თუმცა დარწმუნებული ვარ ის ახლა გვიყურებს და მასაც ძალიან აინტერესებს, როგორ ჩაივლის ასეთი გახმაურებული კლიპის თბილისური პრემიერა. არც ერთ მონაწილეს შეთიკოს გარდა კლიპი ბუნებრივია ნანახი არ აქვს, ყველა მე მგონი ძალიან ნერვიულობს. არა, იცი რა არის, ჩემი აზრით სანერვიულო აქ არაფერი არ არის იმ მხრივ, რომ ჩვენ რაც გავაკეთეთ, имас ვნახავთ, ხო? ანუ აქ მოულოდნელი. ძალიან ლამაზი კლიპია და მინდა მიულოცო რეჟისორს. ვარ, როგორც მისი და გილოცავთ თქვენ, იმიტომ რომ ეს მაინც არის ძალიან ცნობილი კომპოზიტორის და მე მგონი დარჩება თქვენი ურთიერთობა, თქვენი ეს ახალგაზრდობა ამ კლიპით და მე ამით მე მგონი უკვე დარჩა და დაიწყო კიდე. და სანამ RTV ის ეთერში გავა შოთა კალანდაძის და ნუცას ეს ერთობლივი ნამუშევარი, მოდით ჩვენ ვნახოთ. პირველად ექსკლუზიურად.